რეპრესიული ცვლილებების ნაწილს ოცნების არალეგიტიმური პარლამენტი დღესვე დააკანონებს. ერთპარტიული პარლამენტის სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ პროტესტის შემზღუდავი ცვლილებებს და დღესვე კენჭსაც უყრიან. ქართული ოცნება ჩქარობს, ლაპარაკია იმაზე, რომ იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, დასჯადი ხდება თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, დახურულ სივრცეშიც კი იკრძალება გაუფრთხილებლად საპროტესტო აქციის გამართვა. თუმცა ოცნებას ეს არ ყოფნის და გუშინ კიდევ ახალი რეპრესიული კანონები დაანონსა, რაც მედიის ცენზურას, არასამთავრობოებსა და საჯარო სექტორსაც ეხება. რა მოტივით აკეთებს ამას ოცნების ხელისუფლება? სალომე ლაბაძე გაგვაცნობს შეფასებებს. ცვლილება იმდენად ბევრია, საეჭვოა რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მათი წაკითხვა მაინც მოესწროთ, თუმცა პარტიული დავალება მიღებულია და ამ დავალების მნიშვნელოვან ნაწილს ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატები დღესვე შეასრულებენ. ისინი რამდენიმე წუთში ჯერ პირველი მოსმენით, შემდეგ კი ჯერ მეორე მოსმენით, შემდეგ კი მესამე მოსმენით მხარს დაუჭერენ და შესაბამისად კანონებად აქცევენ ცვლილებებს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომელთა ძალითაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება პრაქტიკულად გაუქმდება. რეპრესიულ მექანიზმებს შორის არის მაგალითად ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გახანგრძლივება 15-დან 60 დღემდე, ასევე ქართული ოცნების გადაწყვეტილებით სამართალდარღვევად გამოცხადდება თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის შეურაცხყოფა, ხოლო ძალადობისკენ მოწოდებისთვის შემოვა საპატიმრო სასჯელიც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სრული ჩამონათვალიც კი არ არის იმ ცვლილებების, რომელთა დაკანონებასაც დღეს აპირებს არალეგიტიმურ პარლამენტში ქართული ოცნება და როგორც გუშინ მამუკა მდინარაძის ბრიფინგით გავიგეთ, არც ამით დაკმაყოფილდება, არც ამ ცვლილებებით დაკმაყოფილდება ივანიშვილის პარტია და ისინი გვიანოსებენ არაერთ სხვა რეპრესიულ მექანიზმსაც, რომელიც როგორც ირკვევა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და რომელთა შინაარსიც ამ დროისთვის არის იმდენად ბუნდოვანი, რომ საფრთხების ზუსტად იდენტიფიცირება ამ დროისთვის საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად შეუძლებელი. რეჟიმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ რეჟიმის მიზანიც სწორედ ესაა, რომ დაიბნეს საზოგადოება და მან ვერ შეძლოს მნიშვნელოვანი პრობლემების გამორჩევა და მათზე ფოკუსირება. თავად რეჟიმის პასუხი კი არის ირონიული, ისინი გვეუბნებიან, რომ საქმე გვაქვს არა დიქტატურის დამყარების და საბოლოოდ გაფორმების მცდელობასთან და ამ მიზნით შესაბამისი ბერკეტების ამოქმედებასთან, არამედ როგორც მაგალითად შალვა პაპუაშვილმა გითხრა ცოტა ხნის წინ, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ქვეყანაში სწორედ დემოკრატიის დაცვას, არადა დემოკრატიულად ამ რეჟიმს უკვე მთელს მსოფლიოში ცივილიზებულ სამყაროში აღარავინ აფასებს. პირდაპირ ჩანს, როგორ გამოიყენებოდა მეთოდებად, ზუსტად აი ის, რასაც ჩვენ ხედავდით, საზოგადოებრივი წესრიგის ასე ვთქვათ, ხელშეშლა, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, გარედან დაფინანსებული მეთოდი ხელისუფლების აყირავებისა, რაც ჩვენ ვნახეთ არაერთხელ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას და ამ მხრივ ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, ეს იქნება უზრუნველყოფილი. ერთი შეგიძლიათ მითხრათ რომელიმე აქცია, რომელსაც არ მოყვა გადაკეთვა. მიუხედავად იმისა, იყო ამის აუცილებლობა თუ არა. არც ერთი არა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სამართლიანი პირობები შემოვიტანოთ იმ ადმინისტრაციულ კოდექსში. მათ შორის, რაც ეხება ამ პიკეტირებას და არაპიკეტირებას გზების. ჩვენ გვექნება, თანხმედროვში იქნება, თუ არ იქნება, შეუძლია ყველას გაასაჩივროს შესაბამის უწყებაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიდის ახლა მსჯელობა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონსტიტუციასთან იყოს შესაბამისობაში და ამაზე აქცენტირება გვექნება. დაგროვდა ეს უარყოფითი გამოცდილება, ყველა ის დემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ დემოკრატიული გვეგონა, აღმოჩნდა იარაღი უცხო ძალების ხელში, რომლებსაც ვიმეორებ ისე, ჩვენი ტერმინოლოგია არ არის. დანაშაულებრივი ორგანიზაციები ყოფილან, თორემ ამერიკის ხელისუფლების განმარტებით და ასევე ყოფილან რადიკალი გიჟების ხელში ჩავარდნილი ორგანიზაციები. აი, როდესაც ამ კანონმდებლობას, რომელიც თავს მოგვახიეს, ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ, რა თქმა უნდა, ამისაგან გაწმენდა და ამის დაზუსტება მოხდება. იმ რეპრესიული ცვლილებების ნაწილი, რომელთა დაკანონებასაც დღეს აპირებს ქართული ოცნება არალეგიტიმურ პარლამენტში, არის კონსტიტუციასთან შეუსაბამოს. ასეთად ფასდება მაგალითად ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც სპონტანური შეკრების დროსაც კი მოქალაქე ვალდებული იქნება, რომ ამის შესახებ წინასწარ და წერილობითი ფორმით აცნობოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ ორგანოს, არადა კონსტიტუცია, კერძოდ კი 21 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ყველას აქვს საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. ამ
ცვლილებების შესაბამისად ზოგადად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ ორგანოებს არაერთი უფლებამოსილება ენიჭებათ, მათ შორის მათი გადასაწყვეტი ხდება კონკრეტულ ქალაქში, რომელი ადგილის ბლოკირება არის შესაძლებელი ან არის დაუშვებელი. ჩვენ რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თბილისის შემთხვევაში თბილისის მერია დაგვიდგენს პრაქტიკულად კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების სივრცეს. მაგათ ჩვენ კითხვა ცოტა ხნის წინ დავუსვით ამ თემაზე სწორედ კახა კალაძეს და ამ მისი პასუხით გაირკვა, რომ ასეთი ადგილების ზუსტი ჩამონათვალი თბილისის მერიას არ აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ მერია იმოქმედებს მიმდინარე გამოწვევების შესაბამისად და თუ კონკრეტულ ადგილას დაიგეგმება აქცია და კონკრეტულ ადგილზე გადაწყვეტენ მოქალაქეების შეკრებას, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს ადგილი გამოაცხადოს თბილისის მერიამ ისეთ ადგილად, სადაც დაუშვებელია მისი გადაწყვეტილების შესაბამისად აქციის გამართვა. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები განსაზღვრულია, შეიძლება რაღაცა მიემატოს, შეიძლება რაღაცა გამოაკლდეს, მაგალითად ქალაქის გასასვლელი, იცით რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალი, რომლის გადაკეთებასაც ცდილობენ. ეს არის დანაშაული, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში რამდენიმე კაცის მიერ მოხდეს რაღაცა შეზღუდვები, არ დაუშვებთ იმას, რომ ვიღაცამ ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს შეუქმნას პრობლემა. კანონის ფარგლებში ყველა შეუძლია იმოქმედოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოხატოს მისი მოსაზრება მშვიდობიან ფორმატში. ცვლილებების შესაბამისად აღარც დახურულ სივრცეში იქნება აქციის გამართვა შესაძლებელი, თუ არ იარსებებს შენობის მესაკუთრის თანხმობა ამის შესახებ, თუმცა როგორც გითხარით, ყველა ის ცვლილება, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ვერ ამოწურავს იმას, რის დაკანონებასაც აპირებს დღეს ქართული ოცნება არალეგიტიმურ პარლამენტში. ჯერ არ გამართულა მეორე მოსმენა, თუმცა მეორე და მესამე მოსმენა სწორედ დღესვე გაიმართება, რადგან ოცნება ჩქარობს და აპირებს, რომ ეს რეპრესიული მექანიზმები მიმდინარე კვირაშივე აქციოს კანონებად.